აღიარა ტოროშელიძე მე ყველაფერი რომ მე რა ბრძოლაში მთავარია ვინ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებაო. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური სახისგან, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეცაა ბრალდებული, ირკვევა, რომ პროტესტის დამფინანსებლებს შორის ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავიც არიან. იმის მიუხედავად, რომ მთავარ ინდიკატორად პროევროპულობა აქვთ დასახელებული, აღმოჩნდა, რომ დახმარების მიღებას არც იმ პარტიისგან ერიდებიან, რომელიც მათთვის აქამდე პრორუსული იყო. მამუკა ტოროშელიძემ საიდან მოაწია ეს დინამიკები, ვინ იფა და ვინ აფინანსებს იცი? ირმა ინაშვილი. შუშანასთვის მიუწერია პაატას რა და შუშანამ არ მოუწერიათო ჩემს თუ ჭირდებოდათ თორე უპრობლემოდ ვათხოვებდიო და ერთი და იგივე ტექსტი მიუწერეოთო შუშანას და ინაშვილს და ინაშვილმა მოდითო წაიღეთო ჩემიაო და კვირკვაია მეუბნება რომ ფული მოგცაო თარხან-მოურავმა და ესე რა ქვია დინამიკები და პიკაპი უნდა ვიქირაოთო. აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი პროტესტის მხარდაჭერაში ინაშვილისა და თარხან-მოურავის ჩართულობას უკმაყოფილებით შეხვდა. დღეს კი აქციების იმ ორგანიზატორს, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან კომუნიკაციაში ამხილა გაემიჯნა. აქტივისტის ვიდეოში გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს ირმა ინაშვილიც. ეს ვიდეო არ მაინტერესებს შემოკარგო, არც ერთ სერიოზულ საკითხზე კომენტარი ჩემთვის არ გითხოვია. მისულელია, ტყუილია. ვისაც აფინანსებს ირმა ინაშვილი, მამუკა ტოროშელიძე, აი მას იმართეთ, რომელსაც მე ვემიჯნები. პროტესტის მხარდაჭერასა და დახმარებაში პოლიტიკური ორიენტაცია ახლა ნაციონალური მოძრაობისთვის მთავარი აღარაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარია ხალხის მოთხოვნები და არა ფინანსები. თუ ვინმეს კამერა მოაქვს ან რაღაცა რესურსი მოაქვს პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ. ხო ეს მათი სურვილია ადამიანები ითხოვენ თავს, ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ამას აკეთებენ უანგაროდ. არ წარმომიდგენია რომ რომელიმე მოქალაქეს დღესდღეობით ადარდებს ის თუ ფინანსდება თუ არა თუ კონკრეტული აქტივისტის მიერ წარმოდგენილი ეს არგუმენტები თუ დაფინანსების წყაროები. მეყანწიშვილის აღიარება მმართველი გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ პროცესები ქვეყნის გარედანაა მართული. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარეთ დავალებებით მოქმედი ყველა ძალა რეალურად ანტიქართულ საქმეს აკეთებს. ხედავ ჩვენ პრორუსი და პროევროპელი ყველა აღმოჩნდა ანტიქართველი. როდესაც ერთიანდებიან ესეთი ერთმანეთის მიმართ ვითომ ანტაგონისტური ძალები, ერთი მეორეს პრორუსს ეძახის და მეორე პროევროპელს და ამაზე მიდის ასე ვთქვათ მთელი კონფლიქტი და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არა მხოლოდ საერთო დღის წესრიგი აქვთ, არამედ აქვთ ასევე საერთო ფინანსები, ეს აჩვენებს რომ ეს არის გარედან მართული ერთიანი კოორდინირებული თავდასხმა საქართველოზე. რამდენიმე თვის წინ ერთმანეთის მტრები ერთმანეთს პრორუსებს ეძახდნენ და 1000 უბინძურეს იარაღს აწებებდნენ. დღეს გაერთიანდნენ, რატო გაერთიანდნენ, ერთმანეთს ეხმარებიან სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ. მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით უკვე საკმარისი ინფორმაცია აქვს. იგივე პატრიოტთა ალიანსზე შეგვიძლია ვისაუბროთ, იგივე ალტინფოზე შეგვიძლია ვისაუბროთ. სახელმწიფო გუნდში ირწმუნებიან, რომ ეკონომიკური დივერსიის მცდელობებიც უშედეგო იქნება, რადგან საზოგადოება ნათლად ხედავს, ვის დაკვეთებს ასრულებენ ძალები, რომლებიც პროტესტს სათავეში უდგანან.